სუბსარგისი ეთნიკურად სომეხი ხალხის რელიგიური დღესასწაულიცაა და უძველესი ტრადიციაც. საუკუნეებია ისინი დღესასწაულს ზამთრის სეზონზე აღნიშნავენ. ახალგაზრდები და შეყვარებული წყვილები ამ დღეს განსაკუთრებულად ემზადებიან. ტრადიციის მიხედვით მას, ვინც მარილიან კვერს შეჭამს, სიზმარში მეორე ნახევრის ნახვა შეუძლია. ეს ტრადიცია უკვე საუკუნეებია, რაც სომეხი ხალხი იცის და ჩვენ ახალგაზრდებს ძალიან მოგწონს ეს ტრადიცია და გვინდა რომ მომავალი თაობაც იცოდეს და გაიგრძელოს, შეინახოს. სუბსარგისის წინა დღეს ვამზადებთ მარილიან პურებს, რომელსაც ვჭამთ და ასეთი ამისი მიზანია, რომ ჩვენ სიზმარში ვნახოთ ის, ვისაც უნდა გავუყვეთ. ახალგაზრდები ფქვილის, მარილისა და წყლისგან მომზადებულ ცომს პატარა მრგვალ კვერებად აცხობენ, რომლებიც ბევრი მარილის გამო საკმაოდ მლაშია, თუმცა მის ჭამასაც თავისი წესი აქვს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ესენი უნდა ვჭამოთ, სანამ დავიძინოთ, მაგრამ უნდა დავიმახსოვროთ, რომ წყალის დალევა არ შეიძლება. იმიტომ რომ ასეთი ტრადიციაა, რომ ჩვენი მეუღლე უნდა ვნახოთ სიზმარში, ვინც მოგვაწოდებს ამ წყალს. გამომცხვარი მარილიანი კვერები ახალგაზრდებს ეკლესიაში საკურთხებლად მიაქვთ. საეკლესიო რიტუალის შესრულების შემდეგ დასაქორწინებელ ახალგაზრდებს კვერებს თავად მოძღვარი ურიგებს. სომხური სამოციქულო ეკლესია დღესასწაულს წმინდა სარქისს უკავშირებს, რომელიც ახალგაზრდებისა და შეყვარებული წყვილების მფარველად მიიჩნევა. წმინდანი მე-4 საუკუნეში მოღვაწეობდა. საეკლესიო ცნობებით იგი ადამიანებს ეხმარებოდა და ქველმოქმედებას საკუთარ შვილთან ერთად ეწეოდა. სასულიერო პირების თქმით, ტრადიცია საფუძველი სომეხთა გაქრისტიანებამდე ჩაეყარა. მიუხედავად იმისა, რომ ეს წესი ქრისტიანობამდე არსებობდა, ამ დროისათვის ჩვენ უკვე ქრისტიანულ ტრადიციად ვაქციეთ. იმის გამო, რომ ეკლესიამ ვერ შეძლო ხალხის მეხსიერებიდან ამ რიტუალის, როგორც ეგრეთ წოდებული მკითხაობის ამოშლა. იგი დავუკავშირეთ ეკლესიას და ვცდილობთ, რომ ამით მოვიზიდოთ ახალგაზრდები და დავურიგოთ მათ კვერები. ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით დოკუმენტზე ხელმომწერი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება ტრადიციების განმტკიცება და მათი პატივისცემაა.